თანამედროვე ქართული ჩაცმულობის პირველი ეროვნული ფესტივალი აღდგომის შემდგომ კვირას გაიმართება. მანამდე კი საპატრიარქოში პრეზენტაცია გაიმართა. ფესტივალი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩატარდება. თანამედროვე ქართული ჩაცმულობის ფესტივალის პატრიარქისეული იდეა გახორციელდა 80-მდე ქართველი დიზაინერი საკუთარ ნამუშევრებს სამების საგამოფენო დარბაზში წარმოადგენს. თანამედროვე ქართული ჩაცმულობა ძველისა და ახლის სინთეზი. აღდგომის შემდგომ კვირას ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება. დიზაინერებმა 60 ქართული ორნამენტები და აქსესუარებით გააწვეს. პრეზენტაციაზე 17 დიზაინერის კოსტიუმები სამოდელო სააგენტოების მოდელებმა წარმოადგინეს. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ზუსტად ახალგაზრდა დიზაინერებმა მოკიდეს ამას ხელი, აქვთ ამის სურვილი, ინტერესი, ამის მონდომება, რომ აი ეს საქმე აკეთონ. ფაქტიურად დღეს ამ პრეზენტაციაზე ჩვენ პირველ ნაბიჯს ვდგამთ და ვქმნით ძალიან ისეთი სერიოზული განაცხადი უნდა იყოს ჩვენი მხრიდან. ჩვენებაზე წარმოდგენილმა ყველა ნამუშევარმა პატრიარქზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. დიზაინერი ნინო ხეიძე უწმინდესმა საკუთარი წიგნით დააჯილდოვა. იმდენად მოხიბლული ვარ ყველაფრის, რომ ყველას მივანიჭებდი პირველად. მე ერთი რომ უნდა ვთქვა, რომ ქართველი ხალხი, ქართველი ადამიანი დაჯილდოებულია სილამაზის გრძნობით, სილამაზის აღქმით. დიდი პატივი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის და რა თქმა უნდა მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი პატრიარქისგან საუკეთესო საჩუქარი. ჩვენების დასრულების შემდეგ ილია მეორემ საზოგადოებას მის მიერ დაწერილი ახალი ქართული საგალობელი გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ კომპოზიცია მოასმენინა. საგალობელი გაორკესტრდება და მას მგალობელთა გუნდი შეასრულებს. გალობის შექმნის იდეა პატრიარქს იტალიური ავე მარიას მოსმენისას გაუჩნდა. ავე მარია ეს არის ქართულად ღვთისმშობელო თალწოვი გიხაროდენ. ავე მარია თვითონ ნიშნავს თავად გიხაროდეს მარიამ. ანგელოზი როეცადება ღვთისმშობელს და გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ უფალიშენთან. ხო და რატომღაც მომინდა დაწერა ქართული ავე მარიასი. თანამედროვე ქართული ჩაცმულობის ფესტივალის მიზანი ქართული ტრადიციული ტანისამოსის პოპულარიზაციაა. ფესტივალის ჩატარება ყოველწლიურად იგეგმება. მოამბეთ 12 საათზე დასრულებულია დარჩით პირველზე და დაელოდეთ ჩვენს მომდევნო გამოშვებას ზუსტად 16 საათზე ჩვენ პირველები ვახოთ.